ქართულოსება არ წყვეტს ჩვენს გაკვირვებას, მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა სიურპრიზი კობახიძის და პუტინის ერთად დანახვა ერთ კადრში, იმიტომ რომ ამას ახალი არაფერი დაუმტკიცებია, მაინც უბრალოდ შეუწყობელია ქართული ხალხის თვალში მინიმუმ იმ გმირებისთვის, რომლებსაც სისხლი დაღვარი სამქვეყნისთვის და მგონი რომ ქართულმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი, რომ არ უნდა ესეთ პოლიტიკაში ჩართვა. ჩვენი არჩევანი არის დასავლეთი და ევროპა და არა აშხაბადი, რუსეთი, ბელორუსია და ასე შემდეგ. ჩვენი ბედი უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ თვითონ, მე მგონი. უნდა შევთანხმდეთ საზოგადოება იმაზე, რომ ჩვენ გვყავს პარტნიორები და ჩვენ გვყავს მტრები. ძალიან მარტივი ფორმულა არის ეს, რომ დასავლეთი არის ჩვენი მეგობარი, რუსეთი არის ჩვენი მტერი. შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობა გქონდეს ნებისმიერ სახელმწიფოსთან, თუკი აქეთ რაღაც მოგაქვს, მაგრამ არა ისე თავდახრივად, არა ისე მარტო, როგორ მარტო ირაკლი კობახიძე შეხვედრების დარბაზში იდგა, მე მგონი, ხო? მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენთვის ჩვენი როგორც ერის განვითარება. შეიძლება ჩვენ და ევროპის სახელმწიფოებს გქონდეს ერთი მიზანი და არაფერია ცუდი იმაში, თუ ჩვენ საერთო ძალისხმევით რაღაცას გავაკეთებთ. მაგრამ შეუძლებელია, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ჩვენ და რუსეთს გქონდეს ერთი და იგივე მიზანი და როგორ შეიძლება ესეთი პოლიტიკით საუბარი იყოს თუნდაც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე, თუნდაც რაიმე ურთიერთობის ნორმალიზებაზე, რომლებიც რაღაცას მოიტანს რეალურად და ჩვენს კეთილდღეობას გაუმჯობესებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ პროპაგანდა ცდილობს ამის შეფუთას ისე თქოს ეს არის ჩვენი ქართული ხალხის არჩევანი. თქოს 55% ირჩევს ამას და მნიშვნელოვანია დავიწყოთ საუბარი იმაზე, რომ ეს 55% არ არის რეალური და არ წარმოადგენს ქართული ხალხის რეალურ არჩევანს. ეხლა ძალიან მალე გამოვლენ ოპოზიციური პოლიტიკოსები ციხეებიდან და იმედი მაქვს, რომ სწორი მიმართულება მიეცემა ამ პროცესებს. გაიხსნება სხვადასხვა ეთერები, ვიცი რომ აქაც ქონიათ სურვილი ქართულოსების წარდგენები მოგეწვიათ, მაგრამ საკუთარი სტრატეგიული კომუნიკაციიდან გამომდინარე და პროპაგანდისტული კომუნიკაციიდან გამომდინარე უარს იძახიან, მაგრამ საჭირო ვიპოვოთ პლატფორმები, სადაც გავესაუბრებით ამ ადამიანებს და საკუთარი ამომრჩევლის თვალში, რომელიც არ არის 30%-ზე მეტი და უფრო იკლებს ჩემი აზრით და ღრმად წავს ამისი, მაგათივე თვალში დავანახებთ, საით არის სიკეთე, საით არის ბოროტება, საით არის სიმართლე და საით არის ტყუილი. შეუძლებელია ადამიანს გულწრფელად მოწოდეს ის, რომ სხვა ადამიანებს უშლიან ტროტუარზე პროტესტს. ამ დონემდე დავიდა ყველაფერი. შეუძლია ადამიანს, მაგრამ ესეც მათ სისუსტეს აჩვენებს. თან ამბობენ 30 აკაცუკიო და თან ტროტუარზე დგომას. ყოველდღე ახალ კანონები შემოდის ამ 30 აკაცუკის შესავიწროებლად და შესაჩერებლად, მაგრამ რაც უფრო მეტს აკეთებენ, გარეთ გამოდის მეტი ხალხი. ეს არ ვიცი, ეს ატო ვერ ისწავლეს. მგონი ჩვენც მივხვდით მაგას, რომ რაც უფრო მეტად აჩაგრავენ ჩვეგვერდით დგომს, უფრო და უფრო ძლიერად ვიბრძოლებთ. ძალიან მარტივი ფორმულა არის და ესე მუშაობდა პროტესტი ბოლოს 3 წელი მინიმუმ, რაც მე მახსოვს ასე მე ამ პროცესებში ჩართული ვარ. არა მხოლოდ ისტორიულად ასეთია გამოწვევა, გასაჭირში ერთიანობის საოცარი უნარი გვაქვს და იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ. ასახსნელია მაგალითად ისიც, რომ ეს განათლების რეფორმა მხოლოდ მიემართება გარკვეულწილად დიქტატის შეტანა საჯარო უნივერსიტეტებში და მხოლოდ არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას. ასახსნელია ბევრი ის კანონი, შესაძლებელია ბევრი ის კანონი საზოგადოებისთვის, რომელიც ერთ შეხედვით შეიძლება კარგი იყოს, როგორც მაგალითად უფასო სწავლა, მაგრამ მეორე მხრივ რამდენი რისკის გამომწვევია, რამდენად აძლიერებს არსებული ხელისუფლების ძალაუფლებას და რამდენად რისკის შემცველი შეიძლება იყოს ჩვენი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკას მეცემა ეს სახე და პოლიტიკა რაღაც მომენტში პოლიტიკოსები აქტივისტურ საქმეებს ჩამოცილდებიან, აქტივისტები გააკეთებენ ამ საქმეს და პოლიტიკოსები გააკეთებენ ამ საქმეს.